გამარჯობა ტელერადიო კომპანია ობიექტივის ეთერში ტრადიციულად როგორც ყოველ სამუშაო დღეს 4-ის ნახევარზე იწყება ინტერაქტივი. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და ამ დროიდან მოусმენთ თქვენ სატელეფონო ზარებს ნომერზე 557-58-55-88. დღეს ინტერაქტივში გვექნება ასეთი შეკითხვა. უნდა მოხდეს თუ არა პენსიონერებისთვის კაბალურ პირობებში გაცემული საპენსიო სესხების ჩამოწერა? ძალიან მძიმე შემთხვევაა ეს, მძიმე თემაა. უამრავ პენსიონერს უფრო კონკრეტულად რიცხვს გეტყვით თუ რამდენი სარგებლობს დღეს საპენსიო სესხით. 300,000-მდე ადამიანია ჯამში ასეთი, ვინც დამოკიდებულია სწორედ ბანკთან ასეთი ტიპის ურთიერთობაზე, უსამართლო ურთიერთობაზე. მოკლედ სიმართლე რომ გითხრათ, მე ეთერის დაწყებამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, როდესაც მონაცემებს ვკითხულობდი, თუ რა საბანკო პროცენტები არსებობს უცხოეთში, მაგალითად, პენსიონერებისთვის გამოტანილ სესხზე. მაგალითად, გერმანიაში 5%-ში იღებენ პენსიონერების სესხს, საფრანგეთში 4%-ში, ნიდერლანდებში 6%, ესპანეთი 6%, იტალია 7%, პოლონეთი 8%, ინდოეთი 8%, კენია აფრიკული საკმაოდ ღარიბი ქვეყანა 13%, ეგვიპტე 15%, ნიგერია ძალიან ღარიბი აფრიკული ქვეყანა. აი ასეთ ქვეყნებშია ძირითადად უსამართლო პროცენტები 35%-ში აძლევენ პენსიონერებს სესხს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არის 11% და რა ხდება ამ დროს საქართველოში? 25%-ში იღებენ პენსიონერების სესხს. დღეს მდგომარეობით გაცემულია 498 მილიონი ლარის ოდენობით სესხი პენსიონერებზე. თუკი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც წელიწადში 527 მილიონ ლარსაც კი იღებენ პრემია დანამატების სახით, ამ პრემიებზე უარს იტყვიან, დაუყოვნებლივ ერთ დღეში მოხდება ყველა პენსიონერისთვის სესხის გაუქმება და მომავალში უნდა იქნას თუ არა შემცირებული საპროცენტო განაკვეთი და ამისთვის მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. ძალიან მარტივ შეკითხვას ვსვამთ დღეს ინტერაქტივში, უნდა მოხდეს თუ არა პენსიონერებისთვის კაბალურ პირობებში გაცემული საპენსიო სესხების ჩამოწერა. სამომავლოდ უნდა შემცირდეს თუ არა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და მთლიანობაში რას უკავშირებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებისთვის გაცემულ სესხებზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. აფრიკის უღარიბეს ქვეყნებთან შედარებით ვართ ოდნავ წინ. სხვა შემთხვევაში წაგიკითხეთ მე რომ მაგალითად გერმანიაში 5%-ია, საფრანგეთში 4%, ნიდერლანდებში 6%, ესპანეთში 6%, იტალიაში 6%, პოლონეთში 8%, ხოლო საქართველოში 25%. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 557-88-55-88. უნდა მოხდეს თუ არა პენსიონერებისთვის კაბალურ პირობებში გაცემული საპენსიო სესხების ჩამოწერა. ზარია ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. პატრიცემულო. დიახ. მაგ კითხვაში თვითონ არის მაგის პასუხი და ყველა ნორმალური ადამიანი დამერწმუნება. აუცილებლად ზუსტად მასზე უნდა იყოს. მოეხმაროთ პენსიონერებს და ჩამოუწეროთ მაგვალები. და ასეთი პროცენტები სესხებზე ყოველ შემთხვევაში ხმები გაანახებრო. საპროცენტო განაკვეთი, ხო? დიახ. ხო. კეთილი. კი ბატონო, დიდი მადლობა. როდესაც ამ შეკითხვას ვსვამთ, უნდა მოხდეს თუ არა პენსიონერებისთვის ამ კაბალური პირობებით გაცემული სესხის ჩამოწერა, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ კარგით რა, ვინ ჩამოაწერს ახლა პენსიონერებს ამ სესხს და ტყუილად ლაპარაკობთ, მაგრამ დავაკვირდეთ მონაცემებს. 527 მილიონი ლარის პრემია დანამატებს იღებს ხელისუფლება ერთ წელიწადში. 527 მილიონი ლარი პრემიებში მიდის. ხოლო პენსიონერებზე ჯამში გაცემულია 498 მილიონი ლარის სესხი. ანუ შესაძლებელია, ბიუჯეტ შეუძლია ეს რომ გააკეთოს. უბრალოდ მთავრობის ჩინოვნიკებმა პრემიებზე და დანამატებზე უარი თქვან. და იკმარონ ისედაც მაღალი ხელფასები ჩინოვნიკებმა. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. ეთერში ხართ? გისმენთ? გამოვიდა. დილას ბატონი ბექარო გამოვიდა. ხომ ვერ მომცემთ იმის ტელეფონის ნომერს? პირდაპირ ეთერში რეკავთ თქვენ, ჩვენს თემაზე ხომ არაფერს იტყვით?
ხო, აი მაგ თემაზე მინდა გავასაუბრო. კეთილი, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. ეს გახლავთ პირდაპირ ეთერის ნომერი და შესაბამისად ღია ეთერში ჩვენ ასე ნომრებს ვერ გავცემთ. არც მაქვს ამ წუთას ხელთ მე ეს ნომერი. პირადად ჩემს ნომერს კი ბატონო ვიტყვი, მაგრამ სხვის ნომერს ნებართვის გარეშე ვერ დავასახელებ. მაპატიეთ. 557 88 55 88 ზარია ეთერში გისმენთ. ბატონო ილია. დიახ, დიახ. მოკლედ მოგახსენეთ, ბატონო ილია ისეთი სესხი დამკი 80 წლის პენსიონერია და დამკი და სესხი და ბოლო 6 წლის განმავლობაში საკომისიო სახით გამართეს 8000 ლარი 8000 ლარი გამართეს ლიბერტი ბანკმა. ხო და ახლა აი კომენტარი ახლა ამას ჭირდება კომენტარი ახლა თქვენი აზრით მინდა გკითხოთ, რატომ არის საქართველოში ყველაზე მაღალი განვითარებულ მსოფლიოსთან შედარებით ეს საბანკო პროცენტები? და კიდევ ერთს გკითხავთ, თუ შეიძლება, როდესაც სესხს იღებს პენსიონერი, თქვენი მაგალითით გითხარით, გასაგებია პირობები, გადახდის პირობები? პირობები არანაირად არ არის გასაგები, არანაირად ძალიან წვრილი შრიფტით არის. წვრილი რომ ვერ წაიკითხავს პენსიონერი, ვერ წაიკითხავს და ვერ გაიგებს რა პირობებია და ახლა გაჭირებული ადამიანი იზოლებულია რომ დათანხმდეს. როდესაც უჭირს ადამიანს სხვა გზა არ აქვს ხოლმე. კი, მესმის. მადლობა თქვენს არისთვის 557 88 54 88. რას უკავშირებთ იმას, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია პენსიონერებისთვის სესხებზე პროცენტები და არა მხოლოდ პენსიონერებისთვის მინდა გითხრათ. ეთანხმებით თუ არა იმ აზრს და იდეას, რომ 1 წლის განმავლობაში პრემია მოიკლონ ჩინოვნიკებმა და ამ თანხით მოხდეს ჩამოწერა ყველა პენსიონერისთვის სესხების. ხოლო სამომავლოდ უკვე უნდა ვიბრძოლოთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ეს საბანკო პროცენტები შემცირდეს. არა ამ ქვეყნიურია ეს 25% წლიური საპროცენტო განაკვეთი. ვიმეორებ 5%-ია გერმანიაში საპენსიო სესხი. საფრანგეთში 4%, ნიდერლანდებში 6%, ესპანეთში 6%, იტალიაში 7%, პოლონეთში 8%, ინდოეთშიც კი 8%-ია, კენიაში 13% და ჩვენთან 25%-ია. ეს უსამართლობა უნდა შეიცვალოს თუ დამეთანხმებით ამაში და თუ რა თქმა უნდა თქვენც აპირებთ ამასთან დაკავშირებით მოქმედებას, ბრძოლას და სიტყვის თქმას. თუ ბუნებრივია თქვენ ეს საბანკო პროცენტები მოგწონთ, ყველაფრით კმაყოფილი ხართ, მაშინ მე პირადად ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა უნდა გავაკეთო მარტო ერთმა ჟურნალისტმა და ერთმა მოქალაქემ, ხო? თავარია თქვენ თვითონ ძვირფასმა პენსიონერებმა გადაწყვიტოთ, რომ ამ კუთხით აქტიურობა და მოქმედებაა საჭირო. პირველ რიგში ხმის ამოღება, ხო? დუმილით ყველაფერი უარესდება ყოველთვის. 557 88 55 88 ახლა ხაზი თავისუფალია, უნდა მოხდეს თუ არა საპენსიო სესხების ჩამოწერა, იმიტომ რომ კაბალური და უსამართლო პირობებით არის გაცემული. ზარია ეთერში. რა თქმა უნდა, შვილო, რა თქმა უნდა. ეს საერთოდ არ არის თუ ოდნავ სინდისი და ნამუსი აქვს მთავრობას, ეს უნდა ჩამოაჭრას ხალხს. პირიქით რამდენჯერ ავიღე ერთხელ პროცენტის და ისევ 40% გადამახცევინეს. 40% გადამახცევინეს. ეს არის საშინელება, ეს არის ეს თავრობა კი არა, მე არ ვიცი რა არის. აი რა უწოდო ამ ხალხს არ ვიცი, ოდნავ მაინც არ აქვს ხალხის შეცოდების უნარი. მადლობთ ქალბატონო. დიახ, გასაგებია თქვენი სათქმელი, მადლობა. ამ დროის მონაცემებით 266,636 პენსიონერი სარგებლობს საპენსიო სესხით. მთლიანობაში მათზე გაცემულია 498 მილიონი ლარი. ანუ თავისუფლად თუ 1 წლის განმავლობაში პენსიას არ აიღებენ, უпростоრად პრემიას არ აიღებენ ჩინოვნიკები, თავისუფლად შეიძლება რომ პენსიონერებს ეს სესხები გაუნულდეთ. ხოლო სამომავლოდ უკვე საბანკო პროცენტები უნდა გახდეს დაბალი და მისაღები და სამართლიანი და თავად პირობები სესხის. რამდენად ხელსაყრელია, რამდენად გასაგებია, რამდენად მარტივია
გიხსნიან თუ არა ბანკში, როდესაც ამ სესხს იღებთ. ბევრი მოქალაქე ყვება, რომ წლების განმავლობაში იხდის გადასახადს და მაინც არ მცირდება ამ სესხის ძირი. და რა ხდება, ვერ გებულობს ბევრი მოქალაქე. ძალიან მაღალია პენსიები ევროპის ქვეყნებში მაგალითად. 5,000-6,000 ლარის ექვივალენტიც კი გამოსდით თვეში ევროპელ პენსიონერებს შემწეობა და ნახეთ როგორია იქ პროცენტები ასეთ სესხებზე 5, 4, 6, მაქსიმუმ 8%-ია ევროპის ქვეყნებში საბანკო პროცენტები პენსიონერებისთვის სესხებზე. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. ეხით რა. სიმართლე გითხრათ, მე ვარ 78 წლის. იცით რა, ასაკის დასახელება არ არის ხოლმე საჭირო. პირდაპირ სათქმელზე გადავიდეთ, გთხოვთ აი ძალიან. გეტყვით. მე არ მეწოდება ჩემი ხნის ხალხი და ჩემზედება. მე მეწოდებიან ახალგაზრდობა. ის რაც ხდება, ყველაფერი არის ჩვენი ბრალი. მე ვფიქრობ ახალგაზრდობა შეცვლის, სხვა ვერაფერი ვერ შეცვლის აქაურობას. ქალბატონო, აი რატომ არის თქვენი ბრალი ეს? რატომ როგორ ფიქრობთ? კეთილი. დიდი მადლობა. ახალგაზრდობისთვისაც არანაკლებ რთულია ცხოვრება ამ ქვეყანაში, იღებენ ძალიან დაბალ ხელფასებს და ფასები და გადასახადები ვიცით როგორია, ყველასთვის ერთნაირად მაღალია. ცხოვრება ძალიან რთული ხდება, ძალიან. ზარია ეთერში, გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ ყურადღებით, დაიწყეთ. უნდა გავუსმენ პენსიიდან შეფასებას. როგორ აფასებთ ამ საპენსიო სესხებს ზოგადად თქვენი სათქმელი რა არის ამ პირობებზე, ამ პროცენტებზე? მე ახლა ისახიან 25%-ია და 25 არა, ჩემთან მიახვენ 50%. დიახ, მადლობთ, დიდი მადლობა ზარისთვის. სხვათა შორის ეს საპენსიო პროცენტები უფრო მაღალი იყო რამდენიმე წლის წინ 35-33%-ის ფარგლებში, ზოგ შემთხვევაში 40%-ამდე წადიოდა და ხელისუფლება მაშინ გვითხრა, რომ აი ჩვენო ახლა ვიწყებთ მუშაობას, რომ შევამციროთ საბანკო პროცენტებიო. და შეამცირეს მართლაც და ჩამოიყვანეს 25-26%-ზე. ეს არის სამართალი და სამართლიანობა, როდესაც 4, 5, 6, 7, 8%-ის მეტი არ არის ევროპის ქვეყნებში პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთი. ზარია ეთერში უნდა მოხდეს თუ არა ჩამოწერა უსამართლო პირობებით გაცემული სესხების. ალო. გისმენთ? ასაკის დასახელება არ არის საჭირო პირდაპირ ეთერში. უმორჩილესად გთხოვთ. ეხლა მისმინეთ. დიახ. ბაკიშვალი ხო მაქვს? ბაკიშვალი მაქვს. დიახ. მაგის შემდეგ სახლი ჩემზე როსტერია. გაზის ვალი ქონდა 300 ლარი ქონია. დიახ. სასამართლო ჩაატარესო, გოგო ჩემაშვილმა გამოიკვლია. სასამართლო ჩაატარეს 3 თვე დავსვეს 150 ლარზე. და გავისტუ ისე ბაკიშვალი დაგიტოვეს. მართალია ხდება. 150 ლარზე რომ დაგწოვე 80 წელი კაცსა. არავისთან საქმე არ მაქვს, ქართველებთან მარტოა. აი რას ეტყოდით ხელისუფლებას, რომელიც გულგრილია როგორც ჩანს პენსიონერების მიმართ, როგორ შეიძლება პენსიონერს 25%-ით მისცეს სესხი და ამაზე რეაგირება არ გქონდეს? აი შეიძლება იყოს 150 ლარზე დავსვეს. გავიგეთ, მადლობა თქვენ ზარისთვის. თუ მაგალითად ეგვიპტეში შესაძლებელია 15%-ად გასცენ სესხი. ესეც მაღალია, მაგრამ ეგვიპტეში, რომელიც ღარიბი ქვეყანაა, კენიაში, რომელიც ღარიბი აფრიკული ქვეყანა, 13%-ად შეუძლიათ გასცენ. ინდოეთში, რომელიც დიდწილად ღატაკი ქვეყანაა, 8%-ია საპენსიო სესხზე. ახლა ევროპის ქვეყნებში უკეთესი მდგომარეობაა 5, გერმანია, საფრანგეთი 4, ნიდერლანდები 6, ესპანეთი 13, იტალია 7, პოლონეთი 8. და ჩვენთან რა უბედურებაა ეს 25%? და კიდევ მთელი ცხოვრება იხდიან პენსიონერები და ვერ ფარავენ ამ სესხს.
რა გახდა მართლა და მართლა ოდნავ სითბო რო გამოამჟღავნოს ხელისუფლებამ ყველაზე დამსახურებული, ყველაზე გამოცდილი ბრძენი მთელი ცხოვრება ნაშრომები ადამიანების მიმართ, ვინც შრომობდნენ მთელი ცხოვრება. და იფიქროს და იზრუნოს მასზე 20 ლარით რომ მოუმატებენ პენსიას და ისიც სესხებში უნდა წავიდეს 266,635 ადამიანია ძევალი ამ საპენსიო სესხებისა და მართლა უნდა ჩამოეწეროთ ეს ერთი წელი არ აიღონ პრემია ბატონო და ჩამოაწერონ პენსიონერებს ეს სესხები მიუმართავ მე ახლა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ზარია ეთერში რას ფიქრობთ თქვენ ამ თემაზე უცხოეთში სესხს რო იღებენ ისინი წამლის ფულისთვის არ იღებენ სესხს და ამიტომ იშვიათად იღებენ მოხუცების სესხს და ჩვენთან მასიურად და თან პროცენტად აზრი არ აქვს 40-დან ჩამოიყვანეს 25-მდე მაგრამ მოხუცებს ეძლებათ ოვერდრაფტი 100% არაფერს შუაში არა ეს არის სამუდამო იმიტომ რომ თავი ფული არც ეს ვერ შეუძლოს პენსიონერი როგორ გადაიხსნის თავფულს სანამ თავფულს არ დაფარა თუ ვიხსნის თელი ცხოვრება ამიტომ ჩამოსვლა არაფერს არ ნიშნავს ამლის ფულის გამო, პურის და გართობის ფულის გამო იღებენ სესხებს. დიახ. კი, მადლობა ქალბატონო, მეც მსმენია ამის შესახებ ერთი ვიდეო გავრცელდა ამას წინათ ბევრი შემთხვევა, მაგრამ მე ვიდეო ვნახე, სადაც ასაკოვანი პენსიონერი კაცი იყვებოდა, რომ თვიდან თვემდე რომ თავი გავიტანო საჭმლისთვის ვალის აღება მიწევსო. ამ ბანკიდან ან კიდევ ისე სესხულობს სხვებისგან. ეს მდგომარეობა არის მართლაც საგანგაშო და პრობლემური და არ უნდათ ამის გაგება, ვინც ხელისუფლებაშია იმ ხალხს. მაგრამ თუ მეორეს მხრივ თავად პენსიონერების დიდი ნაწილიც ამ ყველაფერს ეგუება, ხმას არიღებს და კმაყოფილია, აი აქ რასთან გვაქვს საქმე. კმაყოფილია, მე ამ ეთერში კმაყოფილი პენსიონერი იშვიათად თუ მინახავს. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა ილია. მოგესალმებით, გამარჯობა. შევარჩუნე პენსიონერები, ვინც ამაყმასაძლებს საერთოდ. არამე არ უნდა მისცეს არცეთ პენსიონერებმა. ესენი არიან დიდი ბანდიტები. აი ეს ჩაგრავენ პენსიონერებს. მადლობთ, დიდი მადლობა. ერთი კითხვაც მაქვს, ქვეკითხვა იქნებ გვითხრათ ძვირფასო პენსიონერებო, როდესაც დარეკავთ, როდესაც ამ სესხს იღებთ, გასაგებად გიხსნიან თუ არა პირობებს. და თქვენთვის სრულებით აღქმადია თუ არა დაფარვის პირობები ამ სესხის და საპროცენტო განაკვეთი და ზოგადად მთელი ეს პროცედურა. თუ ძალიან ბუნდოვანია და ძალიან გაუგებარია. ზარია ეთერში, გისმენთ? იცით რა, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიახ. იცით რა, ძალიან ცუდი მდგომარეობა საქართველოში. პენსიონერებს კი არა, ყველასაც ჩაგრიან, ყველას მასრებიან და ჩამოეწეროს კი არა, კობახიძე, ბატონი მიმართავს, რომ რამდენი განცხადება შევიკანე. ჩვენი შვილი გმირულად არის დაღუპული ვეტერანთა დეპარტამენტში, ჩემი მეუღლე გარდაცვლილია და ყურადღებას არ მაქცევენ. და ძალიან განადგურეს ჩვენი ოჯახი ომში დაღუპული გმირულად დაღუპული შვილი რომელიც გმირულად შეჭირა საქართველოს შეჭირა სამჯერ ოთხჯერ განცხადება მაქვს ეტანელი და ძალიან ამხო მე არჩნაგაცინია და არავისი არ მეჩენია და ყურადღება მიაქციონ პენსიონერებსაც და ყველასაც გმირულად დაღუპული მადლობ, დიდი მადლობა. უბრალოდ ხარვეზებით ისმის, გავიგეთ თქვენი სათქმელი ნაწილობრივ. დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით. დღეის მდგომარეობით გაცემულია 488 მილიონი ლარის ოდენობით პრემიები, უпростоრად საპენსიო სესხები პენსიონერებზე. 266,636 პენსიონერს აქვს ეს სესხი. ანუ ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, რომ ერთი წლის განმავლობაში არ აიღონ პრემია დანამატები ხელისუფლების წევრებმა და ყველა პენსიონერი ამოისუნთქავს და ჩამოეწერებათ ეს სესხები.
სარია ეთერში გისმენთ. მოგესალმებით. ერთმა დაგლოცოთ შვილო. ძალიან კარგი საკითხები გაქვს წამოწეული წინ და ღმერთმა ქნას რომ მოგვაქციოს ყურადღება მთავრობამ ამ პენსიონერებს. ჯერ სასარჩილოთან ვისაგავს პენსია გვაქვს. მაგრამ აი როცა კი ფასების შეიქმნება დაკლებაზე საუბარი იმ წუთში მოიმატებს აფთიაქებში და მაღაზიებში ფასები ყველაფერზე ხო. მერე კიდე შვილო ეს პროცენტები რა უბედურება არის. ბევრი პენსიონერია ისეთი რომ წლები გადის რომ ხორცი არ უჭამია შვილო. ამას ისე კი არ ვამბობ შვილო რომ ეს შეგაცოდოთ თავი ეს დიდი სიმართლეა შვილო სამწუხაროდ. არავინ არ იღებს შვილო ხმას ამაზე ხმას არამე. თქვენი ჯახით რომ 5,000 ლარი უდრის რომელიღაც ქვეყანაში პენსიაო და ჩვენ 1,000 ლარით არ გაგვაჩნია საქართველოში პენსიონერებს. მართალია. შიში გზარავ შვილო რომ წამალი რომ გამითავდება ფიქრობ აი როდის და რითი შევიძინო ეს. გაახარო შვილო ღმერთმა რომ აი გლაუკომა მაქვს თვალებზე და რაღაც გვაძლევენ ახლა უფასოს 2-3 თვიანს თვითონ მესწავლეს და ის დიდი შეღავათია და თუ კი რაღაცას გავიგებთ ამ დახმარებას იმას როგორ ვეღარ გავიგებთ შვილო. დიახ. 900 ლარი და 1000 ლარი კონდეს თითოეულ პენსიანს ჩვენი და ამ კანფეტი ვიცოდეთ რა გვას ან შვილიშვილს დავახვედროთ რომ მოვეფეროთ და კანფეტი ჩაუდოთ ჯიბეში დიდი რამე მოხდება ესა. დიახ, მადლობა ქალბატონო. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ქალბატონო კიდევ ერთხელ თქვენს არისთვის. კი, ნამდვილად ასეა, გეთანხმებით. ამავდროულად ევროპის ქვეყნებში პენსია ლარში რომ გადავიყვანოთ 5,000, 6,000, ზოგან მეტიც კი გამოდის. და თუ ევროპელ პენსიონერს უნდა სესხის აღება, ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი ასეთია: გერმანიაში 5%, საფრანგეთში 4%, ნიდერლანდებში 6%, ესპანეთში 6%, იტალიაში 7%, პოლონეთში 8%. ვიღაცამ რომ არ თქვას, ახლა რაღა მდიდარ ქვეყნებს ედრებითო, მოდით ჩამოვთვალოთ ინდოეთი 8%-ია საპენსიო სესხზე პროცენტი, კენიაში 13%, ეგვიპტეში 15%, აი ნიგერიაში კი ჩვენზე მეტია 35%. და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვნახოთ რამდენია 11% საპენსიო სესხზე. 25-ია საქართველოში. ეს სამართლიანია, რას უკავშირებთ, რომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები გვაქვს, როგორც პენსიონერებისთვის, ასევე სხვა მოქალაქეებისთვის და მხარს უჭერთ თუ არა იმ იდეას, რომ ერთად ვიბრძოლოთ, ჩამოაწერონ ყველა პენსიონერს უსამართლოდ გაცემული, კაბალური პირობებით გაცემული სესხები. ზარია ეთერში გისმენთ? დაიწყეთ, გისმენთ, ეთერში ხართ? ტელევიზორს გამოურთეთ, ხმა და ხელახლა დარეკეთ, ძალიან დიდი ბოდიში. ვინმე შეიძლება გაეცინოს, რომ ახლა სესხების ჩამოწერაო, როდის ხდებოდა და ვინ გააკეთებს ამასო. მაგრამ თუ ვიბრძოლებთ, თუ ვიმოქმედებთ, თუ ხმას ამოვიღებთ, თუ დაუპირისპირდებით ამ უსამართლობას, შესაძლებელია ჩემი აზრით. თავისუფლად შესაძლებელია. აი მაგალითი. 2024 წელს მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლების ჩინოვნიკებმა 527 მილიონი ლარის ოდენობით პრემია დანამატები აიღეს. ესე იგი ფული არსებობს ბიუჯეტში, რადგან ასე იულად იღებენ ამ უზარმაზარი თანხის პრემია დანამატებს. მე ვურჩევდი ხელისუფლებას, მოდით ერთი წელი არ აიღოთ პრემია და დანამატი. იკმარეთ ისედაც მაღალი გაქვთ ხელფასი დეპუტატებს იქნება მთავრობის ჩინოვნიკებს თუ მაღალი თანამდებობის პირებს ყოველ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ ახლა აქ სასტრაფოს ექიმზე, მაშველზე ან კეთილსინდისიერ პოლიციელზე. ვსაუბრობ ჩინოვნიკებზე. მოიკლონ ეს პრემიები და დანამატები და ძალიან მარტივად შესაძლებელი იქნება რომ ჩამოვაწეროთ ყველა პენსიონერს ეს სესხი. 498 მილიონი ლარია სესხი. ჯამში ყველა პენსიონერს. მოდით გავაკეთოთ ეს კეთილი საქმე. და არჩევნებზეც დაიწერეთ ბატონო ქულები. ოღონდ გააკეთეთ და გნებავთ ქულა დაიწერეთ და რაც გინდათ კენით. თუმცა ეს ბიუჯეტი ხალხის ფულია და არა ერთი კონკრეტული პარტიის. ზარია ეთერში გისმენთ?
ალო. ეთერში ხარ. გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. რომელ მაყურებელზე ლაპარაკობ. 16 წლის ადრე ჩემმა მეუღლე 2000 ლარი წესი აიღო. იმის მერე ესე იგი ყოველთვის 60 ლარს უყავებენ. უკვე 5 ჯერ დაიფარა თანხა და მაინც არ არის გადახდილი. დიახ. ეს არის ხაჩაღობა. არ დაუხსნეს თან ისეს. დიახ. რას უკავშირებთ, რომ ასეთი უსამართლო და კაბალურია ეს საბანკო პირობები პენსიონერებისთვისაც? რას უნდა უკავშიროთ? უპატრონობა აქვს, ხეხანა არა გვაქვს და კანონი არა გვაქვს. დიახ. კეთილი, მადლობა თქვენს ზარისთვის. დღევანდელი ინტერაქტივი ეძღვნებათ პენსიონერებს და მათ პრობლემებს უკავშირდება. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. უნდა მოხდეს თუ არა პენსიონერებისთვის კაბალური პირობებით გაცემული საპენსიო სასხების ჩამოწერა იმის ხარჯზე, რომ 1 წლის განმავლობაში ჩინოვნიკებმა არ აიღონ პრემია და დანამატი. და სამომავლოდ უნდა შემცირდეს თუ არა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტია პენსიონერებისთვის სესხზე. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ილია. მოგესალმებით. შეიძლება ჩემი შეკითხვა ახლა არ იყოს თქვენს დღევანდელ თემასთან მისადაგებული, მაგრამ მაინტერესებს მთელი ცხოვრება მუშაობდი სკოლაში. ალბათ მეც და ჩემნაირი ბევრი სხვა მაქვს 45 წლის მუშაობის სტაჟი. ჩემი პენსია ცოტა მინდა განსხვავებული იყოს იმასთან შედარებით, ვისაც არ უმუშავია საერთოდ აი ასეთ დაწესებულებებში. მაპატიეთ ამ ზარისთვის. მადლობთ, დიდი მადლობა. გასაგებია ქალბატონო თქვენი სათქმელი. თქვენ გვიყურებთ მთელ საქართველოში, ტელევიზიით, რადიო სიხშირეზე FM 105 და 1, გვისმენთ დედაქალაქში. რადიო მსმენელებსაც შეუძლიათ დაკავშირება და ტელემაყურებლებსაც მთელი საქართველოდან ღია ეთერია, თავისუფალი ეთერია, ნებისმიერი პოზიციის შეხედულებას მოусმენთ ჩვენ. ზარია ეთერში, გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. პენსიებს არ მოუმატებენ. ეგიცეთი თავრობა არის, თვითონ ეჭამენ. აი ვინ მოგვიმატებს ჩვენ პენსიებს? ეს თავრობა თუ არ წავიდა, ჩვენ არაფერი არ გვესველებ. გაყოლებ ამიგეშია პენსიები, დაყოთომ პენსიონერები მაგათ პენსიონერებს საქმის არ ეცეს, მაგათ არ აქვს პენსიონერები. დიახ. გაიხარეთ მოროჯრუნავთ ხალხს. მადლობა თქვენს არისთვის. თვითონაც გახდებიან საპენსიო ასაკის და შემდეგ გვიან იქნება რომ მიხვდებიან. მაგრამ მიხვდებიან კი მაგალითად ყოფილი პარლამენტარის პენსია არის 1035 ლარი. და უმეტესობას ამ პარლამენტარების აბსოლუტურ უმრავლესობას არც კი გამოუყენებია საპარლამენტო ტრიბუნა. ერთხელ არ უსაუბრია ადამიანების პრობლემაზე. არანაირი საქმე არ გაუკეთებია კუნძივით იდო პარლამენტში მთელი ამ 36 წლის განმავლობაში რა პარლამენტიც ყავდა. და 1036 ლარს იღებს და იქ აი ქალბატონმა დარეკა ახლა 45 წლიანი სტაჟი მაქვსო და რატომ უნდა მქონდეს ასეთი დაბალი პენსია? სად არის აქ სამართლიანობა? რა თქმა უნდა პარლამენტში ჩვენ ამ წლების განმავლობაში ღირსეული დეპუტატებიც ყავდა და მათ კი ბატონო იმსახურებენ რაღაც დაფასებას, მაგრამ აი ეს უღირსები 90% რატომ იღებს ამ ხელა პენსიას ჩვენს ხარჯზე? 1035 თუ 1055 ლარს უსტად აღარ მახსოვს, ხალ გაიზარდა 20 ლარით და ის 20 ლარი მათაც ემატებათ. ზარია, გამარჯობა. მოგესალმებით. მე წახმენდი ინამ ქალბატონს ნამდვილად ჩვენ უფრო მეტი პენსია გვეყოლებს, მაგრამ რა ვუყოთ ამ ღარიბ ქვეყანას რა ვუქნათ. აი თქვენ ახლა ჩამოწვალეთ საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი სანაუშანა, მაგრამ რატო ბულგარეთი არ ახსენებ, რატო რუმინეთი არ ახსენებ, რატო ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები არ ახსენებ. იქ არის ამბავია. ხალბატონო, მე ვახსენე ერთი წუთით. მე ნიგერიაც კი ვახსენე, ნიგერიაც სადაც 35%-ია. 35. ცუც ნუ შევედრებით, კარგ შევედაროთ ჩვენ, კაცო, რატო უნდა ვედრებოდეთ ცუც? არავისთან შედარება არ მინდა ილია. დიახ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდია.
ძალიან დიდია, მაგრამ ერთი ამბავია, ჩვენი ქართველების ხასიათი. რომ იგეთ ვალს გასტუმრება უნდა. თუ არ შეგიძლია, ნუ ანიღეთ. ეს ძალიან ცუდი ლოგიკაა. ცუდი ლოგიკაა, ქალბატონო, როდესაც დასჭირდება ჯანმრთელობის გამო, ან წამლის გამო, სხვა გზა რომ არ აქვს. იცით ბატონო ილია. რომ 엔ჩინგ უფრო მეტი ოჯახის წევრები აგებინებენ, მე მაქვს ძალიან ბევრი ვიცი. ოჯახის კარგით, გავიგე, თქვენ რას ამბობდით, ვერ ჩავწვდი სიმართლე გითხრათ. როდესაც სესხს იღებ, ბუნებრივია ის უნდა დააბრუნო, მაგრამ როდესაც გვიან ხვდები, რომ ეს ყველაფერი კაბალური პირობებით არის გაცემული ეს სესხები, უსამართლოა, ყოველგვარ ზღვარს ცდება, მაშინ სახელმწიფო უნდა დაგიდგეს გვერდში და დაგეხმაროს, თორემ ასე შეიძლება მაღაზიათა ქსელებმა ერთ დღეს გადაწყვიტონ, რომ არ ვიცი, პური მაგალითად 50 ლარად გაყიდონ. და ვიღაცა გეტყვის, რომ შენ ფული თუ არა გაქვს, ბატონო და ვერ ყიდულობ ამ 50 ლარიან პურს, ეს შენი პრობლემაა, წადი და იყიდე. თუ ვერ ყიდულობ, ესეც შენი ბრალიაო. ეს არის აქ ლოგიკა? არა, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, რომ პური არ ღირდეს, ვთქვათ 50 ლარი. საბანკო პროცენტი არ იყოს 25. და სხვა მრავალი მიმართულება. სარია ეთერში, გისმენთ. ისიც რა კიდევ ჩამოგეთ. აი ხლა მაგ ქალბატონს მივმართავ. ძალიან უსიძისა ქალბატონი ყოფილიყარ, რომ არ გეცოდება ქართველიები, არ გეცოდება პენსიონერები, ადამიანები. შენი ცხოვრება მე 285 ლარს ვიღებ პენსიას. იმის სუჩინო ჩვენ მეუღლის შვილი სამაკამლოში იყო. გმირლა დაღუპული, რომ ჩემი მეზლის გიზა დაგვეტანა თალი, იქიდან არ მიღე პენსია. ის პენსიის ვალი და ეს კიდევ პენსია. უშიშროება და ნამუშევრება. ვეშეთით საქართველოს, საქართველოს ქართული ოცნება. რა დღესები რომ ქართული ოცნება ვაცდიკო. საქართველოს ქართული საფისის მისია ყურადღება. მადლობთ ქალბატონო, გავიგეთ თქვენი სათქმელი 557 88 55 88. კითხვა ასეთია, უნდა მოხდეს თუ არა პენსიონერებისთვის კაბალურ პირობებში გაცემული საპენსიო სესხების ჩამოწერა და ეს უნდა მოხდეს თუ არა, მაგალითად 1 წლის განმავლობაში პრემიებზე უარის თქმის საფუძველზე სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნების მხრიდან. სესხების ჯამური რაოდენობა უფრო ნაკლებია ვიდრე პრემია, რომელსაც 1 წელიწადში იღებენ. 498 მილიონი ლარია ჯამურად ეს სესხები პენსიონერების და პრემიები რამდენია 527 მილიონი ლარი. არ აიღონ ბატონო 1 წელი პრემიები და პენსიონერებს ეს სესხები ჩამოაწერონ. და სამომავლოდ ეს 25%-იანი კაბალური პირობა შეამსუბუქონ და შეამცირონ. მაქსიმუმ უნდა იყოს 10%, 8%, 8-10%. მეტი არ შეიძლება. გერმანიაში 5%-ია, საფრანგეთში 4%, ნიდერლანდებში 6%, ესპანეთში 6%, იტალიაში 7%-ია, პოლონეთში 8%-ია, ინდოეთშიც კი 8%-ია, კენიაში 13%, ამერიკის შეერთებული შტატებით 11% და ახლა იკითხეთ იქ პენსიები როგორი მაღალია. 5000, 6000, 7000 და ზოგს დაგროვებითი პენსიით 10000 ლარის ეკვივალენტიც ეკუთვნის თვეში. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. ეთერში ხართ, გისმენთ? ალო. დაიწყეთ საუბარი, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ? და ეთერში ხართ, დაიწყეთ ლაპარაკი. გამარჯობა. რა თავრობა არის? ხალხი შეტეხებულია, შევიწებულია ყველანაირად. განაგრძეთ, ნუ ჩერდებით ქალბატონო. სანამდი გვაწმურებენ ამ ტყუილებში, სანამდი გვაწმურებენ ამ ტყუილებში. არ ჩვენიათ რამეცნი. მადლობთ, დიდი მადლობა თქვენი სათქმელი გავიგეთ. პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, თქვენ გვიყურებთ მთელ საქართველოში, რადიო სიხშირეზე FM 105.1 გვისმენთ. არ დაივიწყოთ ჩვენი სოციალური ქსელები, ქართული ასოებით უნდა აკრიფოთ ობიექტივი და გამოიწეროთ ჩვენი არხები Facebook-ში, YouTube-ში და სხვა ქსელებში აგრეთვე. ზარია, გისმენთ?
გამარჯობა ილია. მოგესალმებით. მე წინა ორიოდე ქალის გამომსვლელს გამოვეხმაურები. იმიტომ ნამდვილად ძელია პენსიონერისთვის ყოფიერება მართლაც. საიდან მაგრამ ჯერ მუშაობს ადამიანი და არ აყოფს რომ არ იმუშაოდა ამ კაპიკების პენსიაზე იყო მაშინ რა იქნება მდგომარეობა ხო იცის ყველა. ერთ რამესაც გეტყვით რომ მამა ჩემის ოპერაცია რო დასჭირდა გულზე ორჯერ შეიყვანეს საოპერაციოში გამზადებული ხო წინასწარ უკეთებენ ეს გამზადე ორჯერ უკან გამოიყვანეს რატომ სანამ ფული ბოლომდე არ მოტაის 10 თეთრი რომ ეკლდეს თანხასო და სანამ სულ არ გადაიქცეს ოპერაციას არ გავაკეთებინებ ვირბინე ნაწილ შევაგროვე რომ მიუტანე და მაგიდან დაუდე ქირურგს და მე რომ გამაყოლა მე თვითონ ის რაც საჭირო იყო იმაზე სალაროში და რო გადავიხადე და მე შეიყვანეს ის რო დაინახეს რომ ფული მიუტანე და დაუდე იმას აი ესეთი ყოფიერებიდან ახლა გამიტანეს დასკვნები რა მდგომარეობა ან რამდენი დაილაპარაკოს ადამიანმა პენსიაზე ოპერაციაზე წამოძე თუ რაღაცა რა თქმა უნდა გაუსაძლის და რთულია ცხოვრება დიდი მადლობა დიდი მადლობა ეს არის რეალობა და ეს არის სიმართლე და ასეთი მდგომარეობა ექნება ბევრ პენსიონერს და იძულებული ხდება რომ ეს საპენსიო სესხი აიღოს კარგად რომ ცხოვრობდეს ადამიანი ამ სესხს არ აიღებს და 266,636 პენსიონერია დღეს ბანკის მძევალი პენსიონერი იმის ნაცვლად რომ სახლში ატარებდეს სიბერის დღეებს კომფორტულად თბილ გარემოში ოჯახთან ერთად საკვები და წამალი არ ენატრებოდეს ამის ნაცვლად 266,636 პენსიონერია ვალის ქვეშ და ამას ეძახიან ეკონომიკის ზრდას ან ამას ეძახიან ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ყოველდღე რომ გვესაუბრებიან ტელეეკრანებიდან ზარია ეთერში გისმენთ გამარჯობა ის ქალბატონი რო ლაპარაკობდა რა თუ არ უნდა იმეორეთ დავრეკე რომ ვალსაურად იღებენო თუ გადახდის აი ახლა კიდე ქალბატონმა თქვა რომ მამა ოპერაციაზე შეიყვანეს არ უკეთებს რომ უჭირს იმიტომ იღებენ და ღმერთმა იმ ქალს ისე გაუჭირა ვალის ვერ აიღოს რა აი მაგას ვიტყვი აი ღმერთი შეიძლება ეს არ უნდა მეთქო არ არის მაგრამ აი ესე დაბრაზდები კაცი რომ თვითონ იპარამ შეტყობა და თავისიანები და დარაჭირდება სხვაც ეგ გონია ო ღმერთმა აი ესეთი ხალხი აი როგორი ბადება მე მიყვი პენსიონერი ვაკრაზი აიღებს რა რო არ უჭირდეს შვიდი ლოვათ ეყავდეს და არ აიღებს მართლა თვითონ უყდება მარასიზამს აი ახლა ბრმავა ორივე თვალით აი ვერ ავხედავ დღეს ვერ დავდივარ გარეთ ფული არა მაქვს ექიმთან წავიდე ხო წელი ცხოვრება ვიმუშავე წელი ცხოვრება მიყავდებოდა ფული ეხლა ამის ყველა ეს არის პენსია მადლობა დიდი ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენც და ყველა მაყურებელს და რადიო მსმენელს იმასაც ვისურვებ რომ პენსიონერებს არასდროს არ დასჭირდეთ ამ ქვეყანაში ვალის და სესხის აღება ამას ვისურვებ რა თქმა უნდა და ასეთი საქართველო გვინდა მაგრამ თუ კი მაინც დასჭირდება პენსიონერს სესხის აღება არ უნდა იყოს 25%-ში გაცემული ეს სესხები უნდა იყოს მინიმალური ელემენტარულ პროცენტებში როგორიც არის სხვა ქვეყნებში კიდევ ერთხელ ვამბობ საფრანგეთში 4%-ია გერმანია 5 ნიდერლანდები 6 ესპანეთი 6 იტალია 7 8 და ასე შემდეგ აზიის და აფრიკის ქვეყნებშიც კი უფრო დაბალია საპროცენტო განაკვეთი და ჩვენთან 25%-ია პენსიონერებისთვის. არაპენსიონერებისთვის მაღალია, მაგრამ ამას ცალკე თემას, ცალკე გადაცემას მივუძღვნით ჩვენ. ზარია, გამარჯობა. შვილო, ის იყო კობახიძის ბებია ალბათ. მე რა მეკითხი? კობახიძის ბებია. ხო შეიძლება უსმენდეს ამ გადაცემას და ხალხს უსმენდეს და ეცოდებოდეს. ვისი გაზრდილები არიან, ჩემამდე არიან, ესე გამზღარი რო არიან. ხალხის არის, მით რომ აი ესე ამ დღეში არიან გამწარებული ხალხი. ბებია ხო ყავს? ანის დამპალის უცნობი ხალხზე რო გადაო. კარგით, არ გინდათ რა. სულიანები, ბოღმებიანი არიანო, მდიდრები, შურთო. ის უნდა უსმენდეს ამ გამწარებულ ხალხს.
კარგით, მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. 5-5-7-88-55-88 უნდა მოხდეს თუ არა პენსიონერებისთვის კაბალურ პირობებში გაცემული საპენსიო სესხების ჩამოწერა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რაღაც პოპულისტური კითხვა არისო ეს, მაგრამ არ არის პოპულისტური, თუ პენსიონერები მოითხოვენ, მოინდომებენ და იბრძოლებენ, ამ შემთხვევაში თავისუფლად არის შესაძლებელი. ერთი წლის განმავლობაში თუ მთავრობის მაღალჩინოსნები და ჩინოვნიკები ზოგადად პრემიებს და დანამატებს არ აიღებენ, ამ შემთხვევაში თავისუფლად მოხდება ყველა ამ სესხის ჩამოწერა. 498 მილიონია სესხებად გაცემული სესხები, ხოლო პრემიებად იღებენ 527 მილიონს. ანუ უფრო მეტია მათი პრემიები და დანამატები ხოლმე, ვიდრე საპენსიო სესხები ჯამში. 266,636 ადამიანის. პლუს ამას მე მინდა დავამატო ერთი ქვეკითხვა, რას უკავშირებთ, რომ საქართველოში ყველაზე მაღალია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი. მომავალში მზად ხართ თუ არა რომ იბრძოლოთ, იმოქმედოთ თქვენი სიტყვა თქვათ, სწორედ ამ საპენსიო სესხებზე პროცენტების შესამცირებლად. და როგორ აფასებთ ზოგადად ამ სესხებს, ამ პირობებს, რითაც გაცემულია აღნიშნული ვალდებულებები. ზარია ეთერში გისმენთ? ისიც რამ მე ვარ. თქვენ ხართ ეთერში, დიახ. ქალმა დარეკა და პენსიონერებიო ოჯახს ახმარებენო ფულსო. აბა ვის უნდა მოვახმაროთ პენსიონერებს? თუ როცა ჩვენ გვიჭირს ოჯახის გვინახავს. ეს ამისი თქმა შეიძლება? დიახ, გეთანხმებით, კი ბატონო. და თუ ვერ იხდიან, ნუ იღებენო, ესეც იყო ნათქვამი. როდესაც სესხს იღებ, უნდა გადაიხადო კიდევაც. ეს სესხი ზუსტად მე აღებული მაქვს იმისთვის, რომ ჭირდებოდა ოჯახი. არ არის შემოსავალი ოჯახი იმდენი. ეს რა ხალხია, რა ხალხი გახდა? მადლობთ ქალბატონო, დიდი მადლობა. 5-5-7-88-55-88 დღევანდელი ინტერაქტივი პენსიონერებს ეთმობათ და მათ პრობლემებს. ამ შემთხვევაში საპენსიო სესხზე ვსაუბრობთ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთია საქართველოში საპენსიო სესხებზე 25% სახით, როდესაც უცხოეთში ეს 4, 3, 7, 8, მაქსიმუმ 10%-ია განვითარებულ ქვეყნებში, ღარიბ ქვეყნებში კი 11, 12, 15-იც კია და აი ღატაკ ქვეყნებში, მაგალითად აფრიკაში, ზოგიერთში კი 35%-იც არის სიმართლეს გეტყვით და 40-იც შეიძლება იყოს ნიგერიაში. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა ბატონო ილია. მოგესალმებით ბატონო, დიახ. ილია, თქვენ ჩოროთ. რა თქმა უნდა, ვიცი, ულამაზესი რაიონი სამეგრელოში. ბატონო და ხალხი გამარჯვია და ყველა ოცნება დაგინებდა ქორწილს გამგებელი. ხალხის ამჩეული და საუკეთესო გამგებელია და ყველა სოფელს ყავს ხალხის ამჩეული საუკეთესო გამგებელი. გზები შენდება, სკოლები ახალი შენდება, დახმარება თუ რამე არის ცენტრიდან, ხალხს არ აკლებენ. ყველა სოფლის გამგებელი, ყველა ავამპობის ოჯახი დადის. ზოგს კალიასთან ჩუქდიან, დახმარებას ჩუქდიან, შეფერხება არ არის და თუ თქვენ გინდათ, ამოდით და ნახეთ, ბაზარში პამიდორები, კუფილარი, კიპრიზი, სუფილარი და სოფლის მოსახლეობას თავისი ოჯახის ნაწარმი შეუძლია ძალიან ლამაზად გაყიდოს. ამიტომ არ კეთილი ბატონო ჩემო, გავიგეთ რომ თქვენი შეფასებით ჩხოროწყუს ძალიან კარგი გამგებელი ყავს, მაგრამ მე სულ სხვა თემაზე გესაუბრებით დღეს, რაც საპენსიო სესხებს უკავშირდება. კმაყოფილი ხართ საპროცენტო განაკვეთით, საპროცენტო მაჩვენებლით. გამგებლები ძალი არ არის. მეც ამას ვამბობ რომ სულ სხვა თემა გვაქვს და არა გამგებლები. ის ბანკი გზანია. გავიგე, კი ბატონო და როგორ აფასებთ ამ საპენსიო სესხებს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში? ხელისუფლებამ რატომ არ დაუწია? ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მე გამგებლებს შეხედი. გავიგეთ ჩვენ გამგებლებს. კი ბატონო, გამგებლებს არ ცუდებთ ბრალს. გამგებლებს ვინ ადანაშაულებს საბანკო პროცენტების საკითხში?
მადლობა, მიხარია თუ ეს ასეა და ჭხოროწყუს ასეთი კარგი გამგებელი ყავს. გავიგეთ, მადლობთ. 5-5-7-98-55-88. უნდა მოხდეს თუ არა პენსიონერებისთვის კაბალურ პირობებში გაცემული საპენსიო სესხების ჩამოწერა. პრემიებზე და დანამატებზე უარის თქმის შედეგად გამოთავისუფლებული თანხით. ერთ წელიწადში ეს 527 მილიონი ლარია ხოლმე პრემიები. ზარია, გისმენთ? დაიწყეთ, ეთერში ხართ. გამარჯობა, ხმამაღლა ისაუბრეთ, ეთერში ხართ. ტელევიზორი ხარ გამორთო. გამორთეთ ხმა ტელევიზორის და დაიწყეთ, ეთერში ხართ. გისმენთ? პენსიებზე რო პროცესატის სესხზე რო პროცენტი ხმამაღლა ისაუბრეთ და ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ. გაითიშა, ძალიან მწუხარ რომ დრო ასე დავკარგეთ, თან სრულდება ეთერი, ალბათ ერთი ზარის მიღების დროღა დაგვრჩა და ამიტომ გაუფრთხილდეთ ხოლმე თქვენს დროს პირველ რიგში და სხვა მაყურებლების დროს, რომლებსაც დაკავშირება სურთ, მაგრამ ვერ ახერხებენ ამას და შემდეგ ჩვენ საყვედურობენ ვერასდროს ვერ ბრეკავთო ობიექტივს. ეს კი ჩვენი ბრალი არ არის. ზარია ეთერში. გისმენთ? კარგით, გათიშეთ ეს არის სასწრაფოდ, ტელევიზორის ხმა მიბრუნდება და სხვა ზარს დაუთმობ სამაგიეროდ დროს და უფრო მარტივად მეტი საუბრის შესაძლებლობა ექნება მაყურებელს ან რადიომსმენელს. ზარია, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. გაიხარეთ იმის, dobren დღე გქონდეთ. იცით რა არის? აი, როცა არის ეს პარლამენტის არჩევა და ეს უნდა იყოს, იცით როგორ ვინც არის აღსარებელი და მამასთან ურთიერთობა ვისაც და იმას უნდა ნიშნავდნენ ხალხთან ის თანამშრომლობა და ურთიერთობა უნდა ქონდეს ხალხთან ისეთ ადამიანებს ვინც აღსარებელია. კურთხევის კარისეთ, არ უნდა მიღებდნენ და უნდა წყვიტავს. აი, ერთი ადამიანის კი არაკაცკაროა და აცნობს არ ყავს ადამიანი. ისეთი აღარ უნდა მუშაობდეს, უნდა მუშაობდეს ერთი ვინც იცავს ანთმერებს და ჩვენ მინდანინა შემოვიდა და ქრისტიანულ ქვეყანა და ღვთისმშობლის ქვეყანაა და ალბათ ისჯება ჩვენი ქვეყანა. აი აფხაზეთი რო დაიკარგა ყველა სხვადასხვა ის იმიტომ რომ არ ვიცავთ ამ ყველაფერს და აი არჩევნების დროს და ყველაფრის დროს უნდა ვიცავდეთ. და გაჭირებულს უნდა აძლევდნენ ცოტა ისეთ თანხას რომელიც მთელი წელი უშუალოს ამ ადამიანს ან აქტიად რაღაც დიდი მადლობა. ვასრულებთ დღევანდელ გადაცემას. მინდა თითოეულ პენსიონერს მადლობა უთხრა იმ შრომისთვის, იმ პატრიოტიზმისთვის, იმ დამსახურებისთვის, რომელიც მათ აქვთ სამშობლოს წინაშე. მე მათ ჯანმრთელობას ვუსურვებ აგრეთვე, მათი ოჯახების და მათი ახლობელი ადამიანების კეთილდღეობას და ძალიან მინდა რომ ამ ქვეყანაში დადგეს დრო, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლება ორიენტირებულია, მონდომებულია, რომ პენსიონერებს შეუმსუბუქოს ყოველდღიურობა, პენსია ჯერ მათ მოუმატოს ღირსეულად და შემდეგ თვითონ თავის ხელფასებზე მოგვიანებით იფიქროს. ისე კი არა, როგორც დღეს ხდება, რომ 20 ლარით მოუმატეს პენსიონერებს შემწეობა და თვითონ 16,000 ლარი გაიხადეს ხელფასი. ეს უგულობა და ეს გულქვაობა დასრულებული იყოს ჩვენს ქვეყანაში. მადლობა აგრეთვე მაყურებლებს, რადიომსმენელებს, ვინც გვისმენდა, გვიყურებდა და გვირეკავდა. ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ გადაცემას. ნახვამდის.